21 წლის მათე დევიძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ახალგაზრდას, რომელიც მესამე თვეა პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება, გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დაცვის მხარე აკვეთი ღონისძიების შეცვლას და გირაოს გამოყენებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა მიმალვისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. საქმის არსებითი განხილვა კი 30 იანვარს გაგრძელდება. დევიძე დაკავებულია მელიქიშვილის გამზირზე გზის გადაკეტვის ეპიზოდთან დაკავშირებით. სასამართლოს სხდომათა დარბაზში კი მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს ხმაური მოყვა. ნინო გიგაური, ჩვენი ჟურნალისტი, მოგვიყვება, როგორ დასრულდა რეჟიმის კიდევ ერთი პოლიტიკური მძევლის საქმის განხილვა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ მორიგის სერია თუ როგორ ტოვებენ კლანის წევრი მოსამართლეები ახალგაზრდებს ციხეში, ამ შემთხვევაში მათე დევიძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე ნოემბრის აქციების დროს დააკავა პოლიციამ, პატიმრობაში დატოვა დავით მგელიაშვილმა, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა. დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო დღეს სასამართლოზე დაყენებული იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობა შეეცვალათ გირაოს სანაცვლოდ და გირაო უკვე შემდგომში განესაზღვრა თავად სასამართლოს თუ რამდენი იქნებოდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროკურორიც განმარტავდა, რომ ამ შემთხვევაში არგუმენტი იყო ერთადერთი, არსებობდა მიმალვისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, თუმცა მათე დევიძის ადვოკატებმა გარკვევით განმარტეს სასამართლო პროცესზე, რომ ამგვარი საფრთხე ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იყო, რომ მათე დევიძეს გირაოს სანაცვლოდ გაუშვებდნენ ციხიდან და შემდეგ ის განმეორებით ჩაიდენდა დანაშაულს და დაესხმებოდა პოლიციელებს. მათე დევიძემ თავადაც ისარგებლა სიტყვით სასამართლო პროცესზე და მან განმარტა, რომ ის ნამდვილად არ იმსახურებდა პატიმრობას და ეს იყო ძალიან მკაცრი სასჯელი მისთვის. მათე დევიძეს თავდაპირველად, როდესაც ის ნოემბრის თვეში მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს, ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, თუმცა 48 საათის ამოწურვის შემდეგ შეიცვალა მუხლი და დაიწყო სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება მის წინააღმდეგ, როგორც მათე დევიძის ახლობლები, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს, ოჯახის წევრები ისინი თვლიდნენ, რომ ტყუილებით იყო ეს საქმე შეკერილი და მათე დევიძისთვის ნამდვილად მკაცრი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მოსამართლე დავით მგელიაშვილმა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და არ შეცვალა აკვეთი ღონისძიება გირაოთი. მომდევნო ეს იყო საქმის წინასწარი განხილვა სასამართლო პროცესზე, თუმცა მოსამართლემ არსებით განსახილვად გადასცა უკვე სასამართლოს ეს საქმე და არსებითი განხილვა ჩანიშნული არის 30 იანვარს შუადღის 2 საათზე. ისტორიული შანსი ალბათ იმისა, რომ მათეს მის მეგობრებს მის ათასობით თანატოლს დაუმტკიცეს, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლიან თავისუფალ ქვეყანაში, სამართლიანი სასამართლოს პირობებში და ის რომ ეს ქვეყანა და მომავალი არის მათ. როგორც შეიძლება ახალდანაშაულს მოსამართლე გამოუშვებს, წავა ისევ აქციაზე და პოლიციელებს წევს. მსგავსი რამე არ ყოფილა და არც აწი არ მოხდება. მიმაჩნია, რომ ამ მოცემულ სიტუაციაში სავსებით საკმარისი იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს გირაო, სავსებით საკმარისი იქნება. სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ბრალდებულ მათე დევიძის მიმართ 24 წლის 22 ნოემბერს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელად. დრო ეგ ბავშვები სულანი გამონე და ეგენი დასხმებიან მაგათ ადგილზე დაიკავებენ არ ველოდებოდი სუტყუილებს ალაპარაკობენ სუტყუილებს სად შეუთხეს ეს ამ ბავშვებს ესეთი ტყუილები სად
შეუთხაზეს? სად შეუთხაზეს? ქართულ სასამართლოსგან ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, თუმცა მოსმენა ისეთივე მძიმე აღმოჩნდა, როგორც პირველ სასამართლოზე იმის გაგება, რომ მათ ეს აპატიმრებდნენ. სხვა კომენტარს ახლა ვერ გავაკეთებოდი. როგორც ჩანს, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს ვერ შეძლო გამოეყენებინა შანსი და დაემტკიცებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი სასამართლო და მანაც როგორც სასამართლო კლანის სხვა წევრებმა 21 წლის ახალგაზრდა ციხეში დატოვეს. მათე დევიძეს ბრალდება 3 პოლიციელის დაზიანება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს საქმე, რაც პატიმრობას ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით. მე აქვე გეტყვით, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესიც, მასაც ედავებოდნენ პოლიციელზე თავდასხმას და ამ შემთხვევაში ისიც დაკავებული არის ნოემბერში, სწორედ მელიქიშვილის გამზერზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და ამ შემთხვევაშიც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და აღკვეთი ღონისძიება დატოვა ძალაში და პატიმრობაში გაუშვა ანატოლი გიგაური.